გამარჯობა. ჟურნალი Hemok-ი BMW-სთან ერთად იწყებს ახალ და ძალიან საინტერესო რუბრიკას თანამედროვე ქართველი ხელოვანების შესახებ. ამ ვიდეოში ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულ ხელოვანს გელა წულაძეს გაგაცნობთ. გასულ ზაფხულს გელას შემთხვევით ორჯერ შევხვდი პარიზში, ერთხელ პინოს კოლექციაში და მეორედ კაფე დე ფლორის წინ, სადაც მისი ინსტალაცია იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევით შეხვედრებზე ბევრი ვისაუბრეთ სხვა თემებზე და სწორედ მას შემდეგ მინდა გელაზე გადავიღოთ ცელი ვიდეო. სანამ გელას ვესტუმრები, პატარა თიზერს შემოგთავაზებთ. 11 წლის ასაკში გელა იყო ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის ანრი კარტიე-ბრესონის გიდი თბილისში და ბრესონმა ის თავის ფოტოზეც აღბეჭდა. ბავშვობაში სერგო ფარაჯანოვმა თუნუქის კოლოფი აჩუქა, რომელშიც მოთავსებული იყო ნეგატივები, რომელიც ფარაჯანოვის ფილმში არ შესულა. 21 წლის დაბადების დღე სალვადორ დალისთან ერთად აღნიშნა კადაკესში, ხოლო 28 წლის ასაკში უკვე იოჯი ამამოტოს ჩვენებაზე გამოვიდა. ეხლა ძალიან შთამბეჭდავი გამოფენისთვის ემზადება. ეს სულ მცირე ამბები არის გელას შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან. ახალი BMW X5-ით, რომელიც არის დატენვადი ჰიბრიდი, ეხლა ვესტუმრებ გელას სახელოსნოში, გაჩვენებთ მის მნიშვნელოვან ნამუშევრებს და კიდევ უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვებით. Soyez polis, ne poussez pas. Allons, pressons. გაიხა დაბრუნება ახსენე, საფრანგეთი ახსენე და აი შესავალშიც ვახსენე ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფი ანრი კარტიე-ბრესონი. რომელსაც ესეც ბავშვობაში სასაცილო ისტორია, ეგეთი ისტორია. ეგეთი ისტორია, მაგრამ წლების შემდეგ ეს ფოტო არის მოიჩინე რომ გადაგიღო. ჩვენთან სულ აი ფრანგი მისკი ჩამოდიოდა, ან ჩვენთან ცხოვრობდა, ან ჩვენთან ვახშმობდა და ღამის 4 საათამდე ლაპარაკობდა. და ეს კაცი ცხოვრობდა ჩვენთან და ერთ დღეს მამა ჩემი მეუბნება, აი ამ ხელა ვიყავი, მამა ჩემი მეუბნება, რომ წაყევი ხა ამ კაცო და გადავთარგმნეო რა თბილისშიო რაღაცეები ფოტოები და გადაიღოს. ნუ წავყევი ხა მე ვაფშე არ მიდოდა იქ წასვლა. ეზოში ბეჭინა თამაში ფეხბურთის და ფეხბურთს ვერ თამაშობდი, იმიტომ რომ ნაოპერაციები ვიყავი ფეხზე. და კასტილებით დავდიოდი 2 თვე და მე ეს არის უკვე აი მე რო გამოდიხარ ამ იმიდან რა ქვიას ავატყოფობიდან და მოკლედ ვიარეთ წელი დღე და არც ველაპარაკება და არაფერი ესე და მე გავიდა 40 წელი და სულ ფიქრობდი კარტიე-ბრესონი ხო მახსოვს რომ მამა ჩემმა გამატანა გამაყოლა უთა როგორ არ გადამიღო ერთი ფოტო მაინც და ნუ აი ეს ჩამშა თავში რომ რაღაც არ გადადა ერთ დღეს პინტერესტი გაიხსნა და კარტიე-ბრესონი ჟორჟი და დავიწყე თვარია და ამ ფოტოზე რომ მივეწე უცებ რაღაცამ გამაჩერა და დავიწყე გადიდება ეს გადიდება ხო მაგარი რამე და დავიწყე გადიდება ბლუაპში რო არის ანტონიონის ხო ბლუაპში აი ეს ბლუაპში დავიწყე შესვლა და უცბად ვადიდე და ხედავ ჩემი ფეხი ესე იგი აქ ვასვენებ მე ფეხს რომელიც უკვე მწკივა დამღალა მსიარულმა და ეს უკვე გავიკიდე ეს კაცი და გადავდე ესა და всё ვისვენებ რა და აი მაგ დროს შენ რო დაკიდებული გაქვს ზუსტად მაგ დროს გადაგიღო. გადავიღო ფოტო და იგი და ესეც დაბრუნდა რა 40 წლის 50 წლის მერე აი ესე რა ესეც right time right place right person კარტიე-ბრესონთან ბევრი ბავშვობაში არ გაცნობ მე მომიწია მოთახში ვინვართ ვინც ვართ ნამდვილად არავის არ გვაქვს ხო პატარები ხართ ის უკვე მე სხვა თაობისა ვარ მაგრამ ნუ მაინც აი ეს right time right place ხალხთან არა ვისთანაც მე ბოლტანსკისთანაც მაგ ეგ ისტორია და სხვადასხვა რაღაცები არის ესეთი რომელიც სულ ბრუნდება და საინტერესო რაღაცა არის კი მაგიტო გამახსენდა ეს ისტორია დაბრუნებას რადგან შევეხეთ და აი ბავშვობაზე რო გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი მოგონება მე მგონი სერგო ფარაჯანოვი და სერგოს საჩუქარი სერგოს საჩუქარი ხო სერგოს საჩუქარი ეგეც საინტერესო ის არის დედა გაქვს აქ კოლოფი როგორ ჩვენო კი დედა ჩემი მეგობრობდა და მამა ჩემი სერგოსთან და სერგოს უმოდიოდა ჩვენთან სახლში მე პატარა ვიყავი ხან შეღებილი ცხარი მოყავდა ხან დათვი მოყავდა პატარა ხან რაღაცა ლოგინს მოიდა და ხან ხალიჩას მოიდა და ხან რაღაცა მოკლედ იყო თოვლის ბაბუა ერმანეთო
და მე მქონდა მაგ დროს ფლომასტერები, რომელიც ბებია ჩემი საფრანგეთში და მიგზავნიდა ფლომასტერს რადგან უკვე თუნდაც კარგად დავხატე ლუი ამსტრონგი მიგზავნიდა ფლომასტერებს და სერგოს უყვარდა ჩემი ფლომასტერები, იმ დროს არ იყო ეს ფლომასტერები საბჭოთა და მოდიოდა ჩემ ოთახში და მაგიდაზე ქაღალდებზე მიხატავდა აი რაღაცა ძროხა, ღდელი, რაღაცა და მე პატარა რადგან ვიყავი ხედავდი ამ სერგოს ხელს რომელიც ამას ხატავდა ჩემი მულტიკივით იყო მე იგი რომ ხედავდი რომ რა საოცრებას აკეთებდა ეს კაცი მართლა კარგად ხატავდა ხო და ერთ დღეს როცა საათნობას იღებდა რომ გადაიღო უბრალოდ მოსამონტაჟოში დედა ჩემს თხოვდა ხოლმე რომ მოდიო ნახეო რა შენ რადგან ფრანგი ხარო შენი თვალით მაინტერესებს რას ფიქრობ და ნუ მივედით ერთხელ სამონტაჟოში და ის სამონტაჟოში მარცხნივ რაღაცა დიდი კოლოფი იყო სადაც ყრიდა აი ნაჭრებს რომლებიც არ შედიოდა ფილმში და ყრიდა რა ის მე ნაგავში მიდიოდა და ამოიღო ყუთი რაღაცა მე გვერდზე ვიდექი ბავშვი ვიყავი და ამოიღო ყუთი და ესე ამოყარა თელი ფილმი და ეს არის ის ნეგატივები რომელიც ფილმში არ შესულა არ შესულა და ორიგინალია ძალიან მაგარია და ესო შენ წაიღეო და შეინახეო და იცოდა რომ მოუყვებოდი 60 წლის მერე. ეხლა რაზე ვცხოვრობთ, სულ რაღაც დროის ბრუნვას. სულ დროის ბრუნვა. გელა, ისევ ბავშვობის თემა რო გავაგრძელოთ, გავიხსენებ შავ წერტილს, რომელიც შენ დახატე მამის სამუშაო ოთახის ჭერზე და ეს წერტილი მერე შენ როგორც მხატვრის შემოქმედებით ფილოსოფიად გადაიქცა. მოგიყვები. მოგეთ აი სამხატვრო აკადემიაში ვიყავ იქ რაღაც ნახატები რო ნახეთ ძალიან კლასიკური მაგი გავაგრძელე პარიზში და 91-ში კიდე მაგ ესე ხატავდი და აღმოჩნდი კრისტიან ბოლტანსკის ასისტენტი და კრისტიან ბოლტანსკის ვაჩვენებდი ამ კლასიკურ ნახატებს და კრისტიან მაგ დროს უკვე ცნობილი ხდებოდა ძალიან და მეუბნებოდა რომ ეს კაიაო ეხლა რასაც ხატავო მაგრამ მოდიო ცოტა უფრო ჩქარა რომ განვითარდეო, ჩემას მოგცემო, რომ გაზეთებზე დახატებო. გაზეთს რო დახატავო, ჯერზე ფული არ გიჭდებაო, გადაყრი, როცა რაც მოგწონს, დაიდოვებ, რაც არა. და მაგ დროს უცბად გამახსენდა, რომ მართლაც თან ბოლტანსკის ერთად გამოფენებზე დავდიოდი, გახსნებზე და ვხედავდი, რომ ეხლა რასაც ვაკეთებდი, ის საერთოდ არ იყო აქტუალური. და მაგ დროს გამახსენდა, რომ თუნე ბავშვობაში მამაც ჩემმა მთხოვა და წავედი ისე ფილმში და ბავშვობის ფილმში. ერთ დღეს მოვიდა, რაღაცა, 10 წლის ვიყავი და მითხრა რადგან შენ ხატავ და კლასიკები გაქვს, მოდიო ასისტენტი მჭირდებაო, სამუშაო ოთახში. და შავი საღებავი და ფუნჯი წამოიღე. წამოიღე საღებავის ფუნჯი და დამიდგა კიბე იმის დივანის, მამაჩემ ფსიქოანალისტი იყო. ფროიდის სკოლიდან და ასე შემდეგ. და ეს დივანი, მნიშვნელოვანი რაღაცა იქ აწვენ პაციენტს და იქ ტარდება თელი ეს ფსიქოანალიზი. და მთხოვა რომ კიბე დამიდგა და აი ჭერზეო ხო ხედავო ზემოთო შავი წერტილი დამისვიო. ავედი მე ძალიან ესე კუპრიოზნად დავსვი შავი წერტილი, ჩამოვედი მადლობ ძალიან კაია. წადიო. იმის მერე ყველა პაციენტი ვინც კი მოვიდა ამ შავ წერტილზე ჩაუტარა გიპნოზი. და უცბად გამახსენდა ეგ სცენა და მივხვდი რომ პრინციპში მამაჩემმა მაჩუკა ის კოლექტიური ქვეცნობიერის ფანჯარა რომლიდანაც ყველაფერი იწყება და დავიწყე ამის შესწავლა და პირველი წერტილები დავიწყე აი ამითი მუშაობა და დღემდე აი თუ კამერა გაივლის სულ ყველგან წერტილებია იმიტომ რომ აი მაგის გარშემო ხდება ეს ყველაფერი ხა რეალისტურსაც ხო ხატავდი ბავშვი, მაგრამ რეალისტური აღარ მაინტერესებს, შინაგანი ემოცია უფრო მაინტერესებს გადმოვცე, რომელიც იდუმას ყვება, ვიდრე ის რაც ეხა თქვა ეს დავხატო ძალიან კარგად პეიზაჟი, რომელიც მაგისტრის iPhone-ი მაგ და იმდენ ფოტოში ვინახავს, რომ აი ესე გადავედი ამ წერტილის ისტორიაზე, მამაჩემს მადლობა ამას, რომ ესეთი საჩუქარი გამიკეთა, რომელიც თელი ცხოვრება მომყვება. დღეს რო თქვა ცოცხალი ყოფილიყო, მაინტერესებს რაც მეტყოდა ამ წერტილთან დაკავშირებით. რადგან სამხატვრო აკადემიას შეიხე, რომ მოგვიყვე ბოლტანსკისთან გატარებული პერიოდის შესახებ. ხო, ქრისტიან ბოლტანსკი ძალიან ინტროვერტი ადამიანი იყო და ბევრს არ ლაპარაკობდა. მორცხვი იყო
და მაგრამ მე მოხდი მაგის სახელოსნოში როგორც ასისტენტი პლუს მიხდი და მეუბნება ეს შემიღე ეს გამიკეთე ეს. თან ახალი ჩამოსული ვიყავი საბჭოთა კავშირიდან. და იმ დროს საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული 20 წლის ბიჭი ვიყავი მარსიელი. ეს დაკეტილი იყო ყველაფერი და ქრისტიანს ძალიან მოწონდა ჩემი მონაყოლები. მე კითხებოდა რომ იქ როგორ არის, აქ აი რა ხდება, რაღაცა და მე უყვებოდი ფარაჯანოვზე, ტარკოვსკიზე და რაღაც ეგეთ რაღაცებს უყვებოდი, რომ მართლა ცხოვრებაში რაც ნანახი მქონდა ბავშვობაში. მოგეთ ეს ჩვენი მეგობრობა რაღაცნაირად წელი გაგრძელდა და ყველა დღის ბოლოს მაგას სუპარტიჟებზე, გამოფენებზე, გახსნებზე და მეუბნებოდა წამოჩენთ ერთად გამოფენები ვნახო და აი მანდ აღმოვაჩინე თელი ეს თანამედროვე 80-იანი წლების ხელოვნება, სადაც 20 წლისა ვარ და მანდ მეუბნება რომ გაზეთებზე ხატეო რა. და მე მაგდროს აკადემიაში ვარ პარიზის და იქ ვიღაცები ტილოებზე ხატავენ და მოვიტანე გაზეთები. მე თან იმ სამხატვრო აკადემიის დარაჯი იყო კუვეიტელი. და იმ კუვეიტელს ჰქონდა კუვეიტური გაზეთები. და ყოველ იმაზე მაძლევდა ამ გაზეთებს, რომ წადი დახატე გაზეთები. ბევრი სერია მაქვს დახატული კუვეიტურ გაზეთებზე. მოკლედ ხატავდი გიჟივით და მე კვირის ბოლოს დავახვევდი და მიმქონდა ქრისტიანთა რომ მეჩვენებინა რომ აი ნახე რა მაგარი ვარ, ნახე როგორ გავაკეთე და რაღაც. ნუ მაგდროს კაია ეს ვიღაცა უფროს რო აჩვენე. ხო და გადის დრო ესეც right time, right place, right person არის. გადის რო ახლა 2019-ში იყო პანდემიამდე, რასაც ყვები არის 91, 40 წელს მეტი და სტამბოლიდან მირეკავენ. და მეუბნებიან რომ ისო ვიღაცა შვეიცარიელიაო, რომელიღაცა ოთახში და იქ სტამბაში მეთებურის ვათხოვე ჩემი აი ეს გაზეთებზე დახატული თელი სერია და ეკიდა ოთახებში როცა გახსნა. და ვიღაც შვეიცარიელიაო და ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრაო კიდე ცოცხალი თუ ხარო რა. ხო და მეთქი კი თბილისში ვარ და მოვიდეს მეთქი. და გაქვთ კიდე გაზეთები თუ სხვა არაფერი არ აინტერესებს. ხარი კი მე თქვა ლოგინის ქვეშ კიდე რამოდენიმე გაზეთი მაქვს. და მოდის ვიღაცა მოხუცი კაცი ჯოხით ცოლთან ერთად მეგობართან, მეუღლესთან ერთად და ნუ ხა ფრანგულად შვეიცარიელი ფრანგულად ლაპარაკობ. მოგეთ მანახევ გაზეთები სასწრაფოდ. ნუ გაუხსენი გაზეთები მაჩვენებდი. აი აქ მაჩვენებდი და ის აი იმას ვიყიდი რა. აი უცხარი იყიდე. რა ღირსო, ნუ საკმაოდ სოლიდური ფასი ვთხარ. არ ვიცი ვინ არის. ყიდულობო. გაიხარ მე. რა კაია გამა. ხო და მე ვთხარი გაზეთებზე რატო ჩაციკლდი. სხვა რაღაცებიც მაქვს მეთქი. არა. მარტო გაზეთები მაინტერესებს. კაი, ვთხარი მაშინ მომიყევი ვინ ახარ და მაძლევს ვიზით დგას ესეთი ძველი დაბეჭდი პიტერ ნობელი. ნობელი ეს ნამდვილი ნობელი კიო მე ნამდვილი ნობელი. ვთხარი გაზეთები რატო მე ვარ რომ ერთადერთი კოლექციონერი მსოფლიოში რომელიც მხოლოდ გაზეთებზე დახატულ მხატვრებს ვაგროვებ. და 60 წელია ავიჩენეო და სადაც ხდებიო, ნუ გადაყიდვებში, განერებში ყველაფერი ნაყიდი მაქვს. 1600 ისა მაქვს. პიკასო ისა ჩავომითორეთ და თან მაჩვენებს თავის iPhone-ში. ნუ ხო ეს იგი 1601 გავხდი, ხო, შენ 1601 გავხდი. ვა, დაგლიჯე მე ვთხარი რა მაგარია მეთქი და მაგდროს მივხვდი რომ ნობელი მოვიდა აქა ხრუშოვკაზე და დაგუნა პრიზი მომცა და წავიდა. ესე იგი ნობელი მაქვს მიღებული ისე რომ იცოდეთ. გაზეთებში. მე ბათუმში უკვე პანდემია რო იყო, სახელოსნო მქონდა 39 სართულზე და იქ პანდემიის დროს ბათუმის ახალგაზრდები იკრიბებოდნენ ჩემთან. და იქ დავაწყებინე ამ გაზეთებზე ხატვა. გავიხსენე რა ეს ამბავი. თან იმ ფულით რაც გადამიხადა წავედი და ეს ამბავი გავაკეთე და მე ხარ წერ პიტერს რომ მე პიტერ აი ესე მე ვთხარი შენი ფულით რომ გადაიხადა მეთქი წავედი სკოლა გავხსენე მეთქი და ახალგაზრდებს გაზეთებზე ვახატინებ მეთქი და რადგან შენი წინაპრები ბათუმში დინამიტებით იყვნენ ჩამოსული როგორ რკინიგზა გაევლოც მეთქი და შენ მეთქი ამდენი თაობის მე ხელოვნებაში ხარ მეთქი მოდი ერთად სკოლა გავხსნათ მეთქი კიო ბაზარი არ არისო და მოგეთ მე ხა იდეაში გახსნილი გვაქვს ჩვენ Galaxy and Peter Nobel gangs ესე დავარქვით
რომელიც უნდა გავანვითარო. თან ძალიან თემატურია ბათუმში. ეხლა კიდე ამას ბოლტანსკის რატომ მოვაყოლე? რომ ეს პიტერ ნობელი წერს რომ მეო კატალოგი მიდაო გამოგიგზავნო და მისამართმოდი რომ კაიმეთ მისამართმოდი და მოვდის კატალოგი 2 აი ესეთი 9 კილოი რა ესეთი 2 ცა. და ვიწყებ თვალიერებს და რას ხვდები? რომ თურმე ბოლტანსკის გაზეთები აქვს ნაკიდი. ვახ, მე მივწერე უცხოე რომ უცხოე აი ბოლტანსკი დამაწყებინა მეთქი გაზეთებზე მეთქი და აი ესე შეიკრა ესეც ისევ დროს 40 წლის მერე right time right place person-ს შეხვდები დროს ორ დროს ორ ადგილას ის თურმე მიდის და დიდ კრუგს ურტყავს და იმ კრუგზე თუ კიდე ხარ იქ აი რო გაუძელი რასაც ვიძახი ის იგრევე გიბრუნდება გელა, რადგან გაზეთების თემას შევეხეთ, ვიფიქრე რომ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებდით, მაგრამ მოდი გავიხსენოთ ნიუ-იორკი და ფაქსით გაგზავნილი ნახატები ინდოეთში. ხო, აი 93 წელია ეს არის ნიუ-იორკის ფოტოები. ჩელსი ჰოტელი. ნუ მან მნიშვნელოვანი ისტორია არის ჩელსი ჰოტელის 303 ოთახი. სადაც ცხოვრობდი 2-3 წელი, აი ეს ჩემი ოთახი იყო. და იქ მუშაობდი ჩელსი ჰოტელში. ჩელსი ჰოტელი ისტორია მოგიყვე როგორ კი, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. არა, ნუ ესეთი პირადული ისტორიაა, მაგრამ ნუ მოგეთ ჩემ შეყვარებულთან ერთად წავედი ნიუ-იორკში, სამუშაოდ, ფოტოგრაფი იყო და აი მაგალითად აი ეს არის მაგასთან ერთად გაკეთებული ფოტოები. ეს ფოტოგრაფიც და მე უკეთებდი დიზაინს. აი დაიჭირეთ ერთი ცალი და ესე წავედით გავხსნათ. აი ეს სულ მაგასთან ერთად გაკეთებული ფოტოები ესეთი ჟურნალი არის. ოპა, რაც არ გადაჭოძან. აი ეს კონდე გარსონს დაპატიჟება გავაკეთეთ ერთად. ამაზეც რო გითხრა, კონდე გარსონსთან ერთად მუშაობდა ჩემი შეყვარებული ცოლი დავარქოთ. რომელიც უკეთებდა ფოტოებს და მე გავუკეთე ეს დიზაინი, ეს იყო დაპატიჟება პაკაზზე მოსასვლელი. მაგარია. დიდი ზომის იყო ესეთი დიდი. ეს რომელი წელი არის? ეს არის 94. აი მიშა კობახიძეც გადავიდეთ ერთად. ესეც კონდე გარსონისთვის. ხო, ეს იოჟი ამამოტოს გავუკეთე დიზაინი. ეს მონგოლეთი იყო ეგეთი სერია, ესეც იოჟი ამამოტოა სერია, ქართული ტექსტებით. ეს არის გაზეთის ისტორია, რომელიც ესა დავუცეთ. ყველა დროში ბერდება და ფაქიზი ხდება. ხო და ცალკე შეყვარებულს აი მონგოლეთში და ინდოეთში წავიდა და მე დამტოვა ნიუ-იორკში და ჩელსი ჰოტელში მარტო ვიყავი და სიყვარულის წერილებს ახლა ესე წერით არ ვწერდი და უგზავნიდი ფაქსით ნიუ-იორკის ეს ნიუ-იორკის გეგმა ნიუ-იორკის გეგმაზე ნახატებს. კაიე დამოუღო. არის როული სიყვარულის როული. ესეთ ნახატებს უგზავნიდი და იქ სასტუმროში დღის ბოლოს რომ მოდიოდა რეცეპშენში დიდი ესეთი გრძელი აი როგორც ეს ფაქსი ხვდებოდა ნახატებით ჩემი გამოგზავნილი. ხო და ეს ნახატები მე ინსპირაცია მომცა რაც ბათუმში ქანდაკებები გაკეთდა ამისგან გავაკეთე ის ქანდაკებები. ისე რომ ყველაფერს რაღაცა თავისი რეალური ისტორიაა. ხო და ეს ჩელსი ჰოტელში მოკეთა ნატალია რქვა. ერთხელ ვიჩხუბეთ სახში მაგასთან ბებიამისთან ცხოვრობდი აფერის საიტზე და ვიჩხუბეთ და წამოვედი მე იქიდან რომ всё აწი აღარა წავედი ფეხით ზამთარია რა თოვლი მოდის მე-5 ავენიუზე მოდივარ ბინა არა მაქვს იქიდან წამოვედი ვიჩხუბეთ და ვივზივარ სადმევდივარ და წამივედი ჩელსი ჰოტელამდე. ჩელსი ჰოტელში უკვე ნაცხოვრები ვიყავით ერთი კვირით ადრე, ერთი კვირა და იქ ის მენეჯერი და რაღაცა გავიცანი და ცალკე
რადგან მხატვარი ხარ და რაღაცა გალერეებში დავიარე და ყველას მეუბნებოდი რომ შეხვედრა მინდა ჩელსი ჰოტელში გამომიგზავნეთ შეხვედრის ისა. რომ მივედი მოკლედ ამ ჩელსი ჰოტელში ეს სტანლეი უცბად ხვდება გარებში რომ მოდი ჩქარა სადახარ რასაც დაიკარგე. გამიგვინა რასაც დაიკარგე. მოდიო კაბინეტში და შევედი კაბინეტში დაჭიქი ხო და რატო მოხვედიო და ისეთი შუსტრი ტიპი იყო. რატო მოხვედიო? ნუ თქვენ ბინამინდა ქუჩაში ვარ. სასწრაფოდ. არ არის პრობლემა, აი 303 განთავისუფლდა გუში, ნუ გასაღები აგერდი და დამიდო გასაღები. ვა, მეთქი რა მაგარია და რა ღირს მეთქი და 1700-ში არ მაქვს ფული, არა უშავსო ეგეც, როცა გიგდა მაშინ როცა შეძლებს გადამეხადე. ვა, მეთქი რა მაგარია. მაიცა მეთქი გასაღ, მაიცაო და გამოიღო ფაქსი, დროს ხო ფაქსები იყო, მეილები არისო და გამოიღო ფაქსი და ფაქსი რა არის? ლეო კასტელი. ლეო კასტელი არის, ნუ მონუმენტი გალერეების, ენდი ვარხოლი ლისენშტაინი, რაუშენბერგი, ეს ყველანი არის ლეო კასტელის მხატვრები. ლეო კასტელი მაძლევს შეხვედრას ზეგ, ესე იგი აქ რომ მოვედი 2 დღეში იმას გალერეაში მელოდება რომ მივიდე დაველაპარაკო და ეს მომნება რომ აი აქ ვიდეო ზეგო და ის გადაიხადე როცა გიდა. არ გადაირკვეოდა ყველაფერში. ყველაფერს არა, ნუ ჩელსი ჰოტელის ახლა ლეო კასტელი იმ დროს ეს გათვალა კიდე. ხო, ეგრევე გათვალა, თან წმუტუნებდა. რომ მიიღო ფაქსი წმუტუნე, ფიქრობდა ის ფრანგი სად არის, დებილი. თან точно მოვედი, that's right time. რა თქმა უნდა, დავრეკე ჩემ შეყვარებულთან, მეთქი ჩელსი ჰოტელში ვარ, 120 კვადრატურში, იმათ შემოძები ჩაალაგა მოვიდა. ეგრევე წამოვიდა. მოვიდა საერთოდ. მიატოვა დედამისის დიდი სახლი იყო, ბურჟუაზიული, რაღაცა იქიდან გამოვარდა, მოვიდა იქ. მოგეთ ეს იყო ჩელსი ჰოტელის ის 3 წელი ვიცხოვრე. მანდ და რაღაც ნახატები, რაღაცები კიდე იქ არის. კელა, როდის და როგორ გაიცანი იოჯი ямამოტო და მე როგორ მოხვდი მის ჩვენებაზე? ეს ისე ჩელსი ჰოტელის გაგრძელებაა და ნატალი, რომელიც მუშაობდა მაგათთან ერთად, ფოტოებს უკეთებდით რა ჩვენ იოჯი ямამოტო და კასტინგს ჩვენ უკეთებდით იმაზე. Runways-ზე. და მე მაგ დროს ნიუ-იორკში ვიყავი ისე ჩელსი ჰოტელში და მირეკავენ იოჟიდან რომ თქვენო თუ შეიძლებაო თუ გაქვთ დრო რომ ჩამოფრინდეთო 95 წელია იოჟის უნდაო რომ თქვენო მაგის პაკაზზე მოხდეთო რა როგორც მონაწილე. მე უნები რა პონჩი უნდა მოხდე მეთქი და რა თემაა მეთქი საერთოდ რა თემა ირჩე და ბუკოვსკიო. ხო და ნუ ბუკოვსკი ახლა მივხვდი რომ რაღაცა იმასთან ვისკისთან არის და ვოდკასთან კონტაქტში ხარ ლოლიტა და ისინი მოგეთ მან წავედი და მეთქი კაი მეთქი ჩამოვარ მეთქი 3 დღით მეთქი არც თქვენი ხელფასი მინდა არაფერი მეთქი 2 ბოთლი ზუბროვკა დამახვედრეთ ბაქსტეიჯში მეთქი თუ ჩემთვის ის იყო რა სითამამის მომენტი რომ დავლებ და გავალე ხა ხო და ჩავედი დამახვედრე 2 ბოთლი ზუბროვკა ბაქსტეიჯში დავიწყე სმა იქ ვიდეოები არის მე ნახავ შენ გავუშვებთ ამ ხო ვიდეოები არის სადაც მოგეთ ესე ბოლოსკი მთრალი ვიყავი მაგრამ ნუ თელი ეს პაკაზი გავიარე აი ამ ბოთლით ზუბროვკით სვავდით სადღიზელოს ვიძახდი და მოგეთ ბუკოვსკის თემა ესე გავატარე მაგ პაკაზზე იქ ერთი მომენტი უკვე დალეული ვიყავით და შუაში ვიყავით და გამახსენდა რომ მე ბოლოში წელზე მოდ შიშვლები გამოვდივართ რა და იოში დავიჭირე და მოთხა იოში მეთქი უკან მეთქი წერტილი დამადე მეთქი ჩემი წერტილი აი აქ ბრუნდება წერტილი ბრუნდება ისევ და მეთქი წერტილი დამადე მეთქი და მე ბოლო გავალ მეთქი იმ ვიდეოში ჩანს და აი წერტილი დავამთავროთ მეთქი რა და კიო მაგრამ დაუძახა იმათ თვითონ შემოხაზა დაუძახა გრიმის და მოგეთ იქაც წერტილი დავამთავრე და შენ დახურე ჩვენება ხო დავხურე ჩვენება წერტილით ეს იოჯისთან ერთად ეს იოჯისთან ერთად ეს უკვე მერეა იმ საღამოს პაკასის მერე ჯოხით მივედი რა თქმა უნდა და გადავიღეთ ფოტო აი იოჟი მე აი ჩემი შეყვარებული ნადალი და ეს არის ეს ხოთაშორის არის ევროპა იოჟი ямамოტოს დირექტორი მაგარია ტროცკის დიშვილი Vous savez bien que vous ne pouvez pas rester là trop longtemps. Il faut qu'il y en ait pour tout le monde. Allons. Allons. Un petit tour, on vous l'a dit. Un petit tour du monde. Un petit tour dans le კელა, რადგან მანქანაში ვსხედვართ, მოდი გავიხსენოთ, როგორ ჩახვედი პარიზიდან
კადაკესში სალვადორ დალისთან შენს 21 დაბადების დღეზე. ჯერ სანამ პარიზში ჩავალთ, გავიხსენოთ როგორ წავედით თბილისიდან პარიზში 02 ეგეთი ლადა რო იყო ფურგონი თუ გახსოვს. საბჭოთა დროს წავედით დედაჩემი და ჩემი ძმები მანქანით თბილისიდან ლენინგრადში, ლენინგრადი ავიდა პარიზი ამ საბჭოთა მანქანით. თბილისის ნომრებით. და მე ზუსტად წელიწადში ჩემი დაბადების დღე იყო 21 წლის. დედაჩემმა რაღაცა საჩუქარი მოწაფა. მე ჩემს ძმასთან ერთად ლუკა, რომელიც გენიოსი იყო და გამოფენა იყო მანამდე ეს გამოფენა სალვადორ დალის პოპიდუს ცენტრში იყო რა ესე. მაგარი კატალოგია. ზიანად და ესეთი ახალგაზრდა იყო და ხამე მანქანით ვსეირნოდით პარიზში და ლუკამ უცბად წამო დალისთან ჩავიდეთ. და ეს კატალოგი მანქანაში იყო. და ვათვალიერებთ ხოლმე და დავდივართ. წამო წავედით. გავუარეთ ორ მეგობარს, ერთი ფრანგი, დავით როსლინი, ცნობილი მხატვარი იყო და ერთი იაპონელი, ჩვენი მეგობარი იყო, სანძაიჯუკოს მოცეკვავე იყო იმ დროს 80-იან წლებში და პარიზში შეერჩა და პომპიდუს ცენტრთან ცეკვავდა კიმონოთი და ხმლით. და დაკაც წავიყვანე და წავედით მოკლედ ერთი ხამე იყო 12 საათზე, წავედით 12-ზე გავედით პარიზიდან საბჭოთა მანქანით დალის სანახავად. ლუკამ თქვა მე ვიცი სადაც ცხოვრობს. და თან ის პერიოდი როცა არც Google Map-ია, არა, ის მაგდროს ქაღალდის რუქებია. და ხსნი მანქანაში და ეძებ ნომრებით იმას და ეგრე ჩავედით ესპანეთში. მოგეთ დილას ჩავედით ადრე, სადღაც 7 საათი იყო, მზე წამოდიოდა, დალის სახლი ვიპოვეთ, ლუკამ ყვაპორნინა, ეთყობა ლუკა ნაყოფი იყო და არ იცახდა. და ისე რა ქვია და გადმოვედით მანქანით და მაგნიტოფონი ქონდა რაღაცა ძველი, მაგის ფოტოს მოგცემ მე მაგნიტოფონის, ორი ფოტოს გადაღება მოვასწარი, სულ აპარატი მქონდა თან. ერთი ამ მაგნიტოფონის და ერთი სალვადორ დალის სახლი. მე სალვადორ დალი რო გამოჩნდა არ გადავედი. ხო და გამოვედით მოგეთ დავდეთ ეს მაგნიტოფონი სახურავზე მანქანის ჩავდეთ მუსიკა და უყურებთ სახლს. მზე ამოდის და უცბად კარი იღება სახლის და გამოდის დალი და გალა. ორივე ძალიან ბებერი, უკვე აი წიგთან შედარებით ძალიან ბებერი. დალი გამოდის, პანტერის პალტოთი, გალა შუბით და თავის რეიბანები უკეთია და ბაბთა თავზე და ორი ექთანი გვერდზე ბაჟაპოებით მოყვებიან. ხო და ჩვენ რო დავინახეთ 4 ვართ, ისინი გამოვიდნენ, ისე ჯერ ვერ ხედავენ საერთოდ. და ჩვენ დავიწყეთ სიარული მაგათკენ. და ლუკამ რადგან ახლა ლუკა სპექტაკლის და რეჟისორი იყო, არქიტექტორი იყო და ძალიან ნიჭიერი იყო. რომ მივუახლოვდით 15-ში უცბად თქვა რომ მოდიო დავიჩოქოთ ყველა. და უცბად 4-ვე დავიჩოქეთ დალის წინ. და დალი გამოშტერდა. და ვა ეს რა დახვედრა დამახვედრეს და პატარა ბიჭები ვართ რა 21 წლის ვარ, ლუკა 23. და გაოცდა, გახედა გალას და გვეუბნება რომ ჩემი მუზეუმი ნახი გაქვს თუ ესეთი ბოხმით ბრანგულად პირდაპირ. ჩვენ უთხარით არა. წამოდითო ჩემთან ერთად. და უკვე ხა წარმოიდგინე უცოდ აღმოჩნდით დალის დაპატიჟებული დალის მუზეუმში ექსკორტით მივდივართ 30 კილომეტრში ეს მუზეუმი ფიგეინაში მივდივართ მანქანით. ჩავჯექით მანქანებში დალის კადილაკი ელოდება თავისი ცნობილი ნიუ-იორკის ნომრებით, ძღოლი ხელთათმანებით, ქუდით და ამბავი. და კიდე ორი ოსტინი მანქანა, სადაც ბიძაშვილები კატალანელი, რომელიც მოყვებიან რომ რამე გზაში არ მოხდეს. მოგეთ წავედით მანქანით, ახლა ვიცი, იმას ყველა მიცის რომ ჩვენ დაპატიჟებულები ვართ ამ ექსკორტში, მაგრამ საბჭოთა მანქანაა. თბილისის ნომრებით, 91 წელია. ხო და მივდივართ მოგეთ ამ გზაზე და ერთი მომენტი ეს კადილაკი შევიდა რაღაცა იმას ბენზინს ამართავთან, დღემდე არ ვიცი რა თუ შევიდა იქა. და მე გავასწარი მივდივარ და იქ მთა არის ესეთი სერპანტინია რა სანამ ავტობანამდე ჩახვა და ამ სერპანტინზე გავაგრძელე უკან დავინახე რომ ეს მანქანა დამეწია და რაღაცა სერპანტინზე ხედავ რომ მანქანიდან რაღაცა მოწყდა ჩემი მანქანიდან და შევარდა კადილაკის ქვეშ ძღოლმა გაატორმოზა მე რუჩნოი თორმოზი ამოვწიე გადმოხდი შევიხედე მაგნიტოფონი არ დაგვრჩა ის
თავიდან რომ დავდეთ და მუსიკას უსმენდით და მეწეოდით და თელამბავში ვიყავით, თურმე დაგვრჩა ეს მაგიდებული და რაც გაუძლო და ბოლოს შევარდა იქ. გამოვიტანე ეს მაგიდაფონი, ვაჩვენე დალი მიყურებს ზემოთ და ფანჯი და ფიქრობს ესეთი გიშები არის, სად დამპატიჟე, სად მიყვას. მოგეთ ვაჩვენე რომ მაგიდაფონი არაფერი ისეთი არ არის და კაიო და წავედით გავაგრძელეთ. რომ მივედით მუზეუმში, დაგვხვდა ეს მუზეუმის ჭიშკარი ღია. შევიდა კადილაკი, მე უკვე გზაში ავტობანთან რომ მივედით, იქ დაგვხვდა ორი ისა რა ქვია, პოლიციის მანქანები, ეს სირენებით რა, მოტოციკლეტები, კარაბინერები და იმათმა მიგვაცილეს თელი გზა სირენებით მივდიოდი და მე იმ გზაში, რადგან თბილისში მქონდა ნასწავლი ტარება, ჩავჯექი ზუსტად იმ კადილაკის უკან. თან 21 წლის ვარ, ცოტა თამამი ვარ რა. და მოგეთ მე შევიდა კადილაკი მუზეუმში შევედი მე ეს ოსტინი ერთი შემოვიდა ერთი გარეთ დარჩა შიგნით რო შევედით უცბად დაგვხვდა ძალიან ბევრი ხალხი ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომელსაც ყველას ყვითელი გადასაფარი პლაშები ვიდეცვათ და კიბეებზე შესასვლელთან პრეფექტი მუზეუმის დირექტორი მერი ნუ მოგეთ ძალიან ოფიციალური შეხვედრაზე წამოყვანდა და მანქანაზე რომ გადმოვედი პირდაპირ მივედი და გალას კარები გავაღე და ხელი მივაწოდე და უთხრე რომ მოგძანდით მეთქი რუსულად გამომხერა უთხრე სპეციალნა მიპრიეხე ის გრუზი მას ვიცით ეს 86 წლის არის მე ვნება ვივრიოცი იტყუები ეხლა 81-ში სპეციალურად თბილისიდან ჩამოხვედი ეგ მიწადი იმას მოუღერი ნუ მივხვდი რასაც გულისხმობდა მე ვთქვი არა პარიზიდან ჩამოვედით რაღაცა და კაი წამოვედი დალი იქიდან მეორე მხრიდან უთხრა გალეჭკა წაყევიო მე მოვალო და ეს დალი შეიყვანეს სადღაც ხელი უნდა მოეწერა ის აღმოჩნდა რომ ეს იყო მაგათი ბოლო დღე გამოსვლის საჯარო გამოსვლა მაგ მე აღარასდროს აღარ გამოსულან გალა გარდაიცვალა დალი გარდაიცვალა და ეგ იყო ბოლო საჯარო გამოსვლა ესე იგი ჩვენ დავემთხვით ზუსტად იმ დღეს როცა ისინი სახლში ემზადებოდნენ დილას რომ წასულიყვნენ ამ საჯარო გამოსვლაზე და ჩვენ მოვედით დავიჩოქეთ და წავედით აი ესეთი იმპროვიზაცია მოხდა ამ ისტორიის იქ მე გადაცემა ვაპარაკობთ სწორ დროს სწორ ადგილასთან მე მგონი აი ეს ფაქტი ყველაზე მეტად ეს კი ნახდათ ყველაზე და ერთ-ერთი პირველი იყო ეს იყო ერთ-ერთი პირველი ჩემი ცხოვრებაში ხო და ეს კატალოგი რადგან თან მქონდა ტაკამ ჩვენმა იაპონელმა ძმაკაცმა ხელში წამოიღო რა და იქ ვიღაცას ის პლაში გამოვართვა ჩაიცვა და ერთი მომენტი მე და გალა ვზივართ ამ ტუჩებზე ცნობილი ის ვარ დივანი დალის ზივარ და უცოდ ხედავ ეს ტაკა მოდის ჩვენსკენ ამ ყვითელი ისა და ეს კატალოგი აქვს თავზე ესე რეზინით შემო დაჭერილი და მოდის ჩვენსკენ და რომ მოვიდა კიდე ერთხელ დაიჩოქა სამურაივით რა ერთი ფეხი მუხლი და ერთი და რომ დაიჩოქა ეს წიგნი აი ესე ჩამოვარდა უცოდ ბაბახ და ესე გაჩერდა და მე და გალავს ზივარ და ხედავ წიგნია დალის ვიღაცა უკან უსკაგლაზნი იაპონელია და გალა მიყურეს და მე ვნება ჩაინა სურეალისტი და იმან არაცალა ჯაპანის უპასუხა მოგეთ რაღაცები ვიბაზრეთ ეხლა აღარ მახსოვს 50 წელი გავიდა და რაღაცა დალი იქ იყო შესული ჩვენც ეხლა რაღაცა თელი ღამე ნაციარულები ვიყავით დალი ვნახეთ ეხლა იქ დარჩენას არ ვაპირებდით გალას უთხარი აი ჩემი დაბადების დღე იყო დღეს 21 წლის გავთი მაგრა გვევასებით ჩამოვედით გნახეთ და ემთხვა რომ თქვენს სათიყავით ჩვენთან შესახვედრად ეხლა მივდივართ მეთქი და მაიცავ არიჩქარო და აი გვერდზე ბუკეტი ხოდა დიდი რა ვარდების ერთი ცალი ამოიღო ეკნებით მოვაძრო და მომწოდა შესლება მამფუძი წამოვედი ესე გადაგესიდან ამ ვარდით დღემდე ეს ვარდი კონვერტში მიდევს ხელმოწერით დათარიღებული ძალიან მაგარი ეს არის ისტორია რომელიც მთელი ცხოვრება არასდროს არ დაგავიწყე ხო არ დავიწყე თან იქ ძალიან ბევრი ფოტოგრაფია იყო და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ფოტო არსებობს მე და გალა დივანზე არ გამოცდილებოდ მოსაძიებელი ხო ჯერ არ გამოჩენილა მაგრამ იმ მუზეუმის არქივში ალბათ ნამდვილად არის იმ დღეს 91 წელს ბოლო გამოსვლაზე გეო რადგან ესპანეთში შევეხეთ მოდი რომ გავიხსენოთ
ბარსელონაში ცხოვრების პერიოდი, შენი სახელოსნო, რიკარდო ბოფილი? ხო, ნუ ესპანეთთან მე აი პირველი იყო დალი 91-ში რო ჩავედი და მე დავიწყე ბარსელონაში სიარული, ჩემი შვილის დედა არის კატალანელი ბარსელონიდან და დავიწყე იქ სიარული, იქ დავიწყე მუშაობა. პირველი სახელოსნო ძალიან ცნობილი ადგილია ეხლა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. არის ძველი სამავთყოფო იყო კაზა დე კარიტატე, ესე ერქვა, ეს თავშესაფარის უსახკაროს სამავთყოფოებს ეძახდნენ და დიდი შენობა იყო ძალიან და ის იყო цаრიელი და ნუ რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ვიმახშმე ბარსელონას მერი კატალონიის კულტურის მინისტრთან ერთად და ნუ რაღაც ლაპარაკში მხატვარი ვარ რაღაცა და ნუ ვთხარი აი ესე მეთქი დიდი ნახატების ხატვა მინდა მეთქი და იქნებ რამე ადგილი გქონდეთ მეთქი რომ მე შევძლო რამოდენიმე დრო კიო რა არ არის პრობლემა ვიფიქრებო ნუ წამოვედი პარიზში და უცოდ 4 თვეში უცოდ მირეკავენ აჯუდამენტე კატალონია მერიიდან თავარი არქიტექტორი მირეკავს რომ აი ეს ესეო თქვენთვისო ადგილიო ვიპოვეთო და თუ ჩამოხვათო დაგათვალიერებინებთო ჩავედი ეგრევე გავარდი პარიზიდან ბარსელონაში ჩავედი დამხვდა ეს თავარი არქიტექტორი რაღაც ადგილები დამოთვალიერე და ბოლოს წამეყვანა აი ამ კაზა კარიტატში რომელიც ძველი შენობაა ძალიან დიდი შენობა ეხლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია გადააკეთეს და რო შევედით იქ ფანჯრები გაიხსნა ნენდელა ეს და თქვენ გასაღები მომენტი გავჭერდი და იქ მუშაობდი 1-2 წელი მაგ სახელოსნოში თან პარალელურად დავდიოდი იბისაზე სახელოსნო ავაშენე ესეთი კოლგით დიდი ხის ბამბუკის და ესე მიწევდა წინ და უკან სიარული იბიცასა და ბარსელონას შორის და როდის გადაიკვეთე ბოფილთან? ბოფილთან სხვა ისტორია ბოფილთან მაგდროს ერთხელ გადავიკვეთე აეროპორტში იბისიდან მოფრინავდით ერთად მაგრამ ბოფილთან ადრე იწყება ისტორია ლუკა ჩემი ძმა არქიტექტორი 73 თუ 14 წელს სამხატვრო აკადემიაში ქონდა ჩაბარებული და არის ეგეთი ჟურნალი არქიტექტური aujourd'hui ესეთი არქიტექტურაზე და იქ იყო ჩვენ ღებულობდით მაგას სახში თბილისში და იქ იყო ერთი სტატია ბოფილზე და ეს ბოფილზის სტატია უკვე ნუ აღმოაჩინა ახალი ერა არქიტექტურის რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა მაგრამ შეისწავლა და ერთხელ მე და მამა ჩემი მივდიოდით პარიზში და დაგვაბარა რომ ბოფილი მომიძებნეთო და მოკლედ ეს და მე მომცა ესეთი სია მთლიანი სადაც კითხვები იყო დასმული და მეპოვა ბოფილი და დამესვა კითხვები ლუკასგან მეთევს და პასუხები ჩამომეტანა მომეც რომ ჩავედით პარიზში მამა ჩემმა ვიღაცა ნაცნობებისგან გაიგო რომ ბოფილის ერთ-ერთი თანამშრომელი მანოლო ნუმეს იანოვსკი რომელიც ერთ-ერთი მაგის არქიტექტორი იყო იმას იცნობდნენ და ვახშავზე დაპატიჟეს ოჯახურ ბუდში ეს მანოლო მოვიდა მოკლედ მამაჩემა მოუყარო ჩემი შვილიო ვაფშე აფრენსო თქვენზეო რაღაცაო და აი ამას თუ კიდე კითხვებია წამოღებულიო და მანოლოსთან მოხვდი მე სახელოსნოში კითხვები დაუსვი პასუხები დავცა მაგდაფონზე ჩავიწერ და ჩამოვედი მისია ჩავაბარე ჩემს ძმას კასეტა სადაც ყველა პასუხი პირნათლად შეასრულე დავალება და ნუ ბოფილთან ეხლა მაგ უფრო ურთიერთობა მაგის შვილთან და მაგის შვილის ბიძაშვილთან რომელიც ჩემი ძალიან ახლობლები არიან და ეხლა ბოლოს რო ვიყავი ჩასული სხვათა შორის ორი რაღაცა გავაკეთე ეხლა ბოლოს რო ვიყავი ჩასული 8 ნოემბერს ჩემ დაბადების დღეზე 45 წლის მერე აი დალის რო შევხვდი, ცხოვრობდი დალის სახლის ზუსტად გვერდზე ჩემ მეგობარს აქ იქ სახლი, რომელიც ბავშვობიდან აქვს და ბავშვობიდან დალის იცნობდა. და რაღაცა გადაღებიდან სპილო აჩუქა, საჩუქრად პატარა სპილო აჩუქა ამ გოგოს. ხო და ჩავედით, მოკლედ წერს გავაკეთე ესეთი მიუძღვენი ამ 45 წელი დალის ამბავს და დალის გარშემო რაც კი ზეითუნის ხილია ხეებზე ყველაფერი დავკრიფეთ გამოგვივიდა 150 კილო
და წლევანდელი ზეთი გვექნება დალის სახლიდან დაკრეფილი ჩემი და ჩემი მეგობრების. და მაგ მოგზაურობაში მომიწია ბოფილთან შევლა და იმ ფანტასტიკური სახელოსნოს ცემენტის ქარხანა რო ქონდა გადაკეთებული ეს დათვალიერება რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და მაგარი. საჯარო სკულპტურებზე რო გადავიდეთ თბილისსა და ბათუმში და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი ველოსიპედის ძეგლი. და ახალგაზრდებისთვის ძალიან პოპულარულია. ნამდვილად. ვისაც კი ხვდები, ყველა მეუბნება, რომ აქ აძლევენ მათ შეხვედრის ადგილი ეს არის. და ბევრმა უცხოელიც შეთაშორის, ვისაც მეუბნები, აი ველოსიპედი ყველას ნანახია. ისეთი ადგილი არის ახლა ჯერზეთი ისეთი, რომ ვერაცდები და თვითონ განდაკებაც ისეთია რა, მოულოდნელია არ ელოდები ახლა ეგეთ ველოსიპედს არ უნდა. ამ ველოსიპედის ისტორია არის ამ არავინ არ იცის, ვიღაცებმა იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის პუბლიკამ, რომ ეს არის ფრანგი ხელოვანის ჟან დუპის ნამუშევარი, რომელიც იყო ფლუქსუსის წარმომადგენელი. ფლუქსუსი არის მიმდინარეობა, რომელიც 52 წელს დაარსდა გერმანიაში, ბადენ-ბადენში და მერე გაემგზავრა ეს მიმდინარეობა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში ეს იყო ჯორჯ მასუტას ეგეთი ხელოვანი იყო უნგრელი, რომელმაც ამ ფლუქსუსის მიმდინარეობა აიღო თავის თავზე. იოკო ონო, ფილ გლას, მუსიკოსი, ნანჯუნბენგ, კორეელი ხელოვანი და მოკლედ ძალიან დიდი მიმდინარეობა. ეს არის დადაიზმის გაგრძელება 40 წლის მერე დადაისტობის. ჟან დუპი არის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ნიცელი, მხატვარი, რომელიც სპეციალისტი იყო ანაგრამის. ყველა მაგის ნამუშევრებში არის ანაგრამა. ანაგრამა არის სიტყვა, რომ შემოატრიალო და ზუსტად იმდენივე ასო, რაც თქვა რაღაცა სიტყვაში არის, შეატრიალო და მეორე აზრი მიცე რა. და ამ ველოსიპედის სათაური არის ანაციკლი. ანაციკლიც მაგას ნიშნავს. ახსნაში, თქვა Google-ში რო ჩაწერე ანაციკლ, გაძლევს, რომ არის სიტყვა, რომელიც შეიძლება წაიკითხო ორივე მხრიდან. მარცხნიდან და მარჯვნიდან და ერთ და იგივე სიტყვა. და ესეთი ის გააკეთა მაგას თვითონ პირველი ნამუშევარი იყო ნამდვილი ველოსიპედი გააკეთა, რომელსაც დაარქვა ანაციკლი და ანაციკლისტ მერე დაამატა, ესე იგი ციკლისტ პრაქტიკულად არის ველოსიპედისტი და ესეთი ანაგრამა აქვს ნახატზე ამ ველოსიპედის O Monego ფრანგულად და ამის ანაგრამა ინგლისურად არის O Get Echo. აი ეს არის ისტორია ამისი. ეს ქანდაკება პირველად წარმოადგინეთ გარიყულაში ყარამან ქუთათელაძესთან 2009-ში რამოდენიმე ქანდაკება იყო მონუმენტალური და ანუ მერე 2 წლის მერე კულტურის სამინისტრო აირჩია, მედიამ აირჩია უბრალოდ ამ ქანდაკების დათმობა აქ. კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ქანდაკებასთან და აი ჟან დუპისთან ისტორია, რომ რადგან ფლუქსუსია და მსოფლიოში ეს ფლუქსუსი ისეთი მიმდინარეობა ხელოვანებმა და ყველამ იცის ეს მიმდინარეობა, მსოფლიოში არსად არ დგას მონუმენტალური ქანდაკება ფლუქსუსის. და აღმოჩნდა, რომ თბილისში დაიდგა ფლუქსუსის მონუმენტალური ქანდაკება, ბათუმში 2 ქანდაკება ფლუქსუსის და ამ ყველაფერში აღმოჩნდი მე დამნაშავე. Soyons sérieux, laissez la place. Vous savez bien que vous ne pouvez pas rester là trop longtemps. Il faut qu'il y en ait pour tout le monde. Კელა ამ სივრცესთან რა გაკავშირებს? ამ სივრცესთან აკავშირებს ის, რომ ეს სტუდია არის ნიაზ დიასამიძის 33-ია და ნიაზი 33-ში ფანიშვილის დაიბადა 73-ში და მე დავიბადე 59-ში, 33-ში. საოჯახური ბრენდია მოკლედ ეს 33-ია და ჩემი ნახატები კიდია ამ სარეპეტიციო დარბაზში, სადაც ბევრი სხვა მუსიკოსიც მუშაობს აქა, მათ შორის ნიაზი. და აი ხა ჩვენს ვიდეოს რა მუსიკაც დაედება და უკვე მაყურებელი ისმენს ამ მუსიკას, მაგაზეც რო გითხრა ორი სიტყვა. ეს აქ არის გაკეთებული. 33-აშია გაკეთებული სტუდიაში
მაგის მუსიკალური გახმოვანება მე და ლევან კიკვიძეა, ხმის რეჟისორი 33-100 და გავაკეთეთ 2006-ში. ზამთარი იყო და რაღაცნაირად მოვინდომე მუსიკაში ჩართვა. ხა ბავშვობიდან მინდა მუსიკაში, მაგრამ არ მაქვს არც ერთ ინსტრუმენტს არ ვუკრავ და სოთაშვილი ძალიან ნანობ დღემდე. მაგრამ გვიან არის ალბათ. მაგრამ რაღაცა მოვასწარი და ერთი ალბომი გავაკეთე მუსიკით, რომელიც ავიღე მამაჩევა პირველად მასწავლა ფრანგული პოემა, რომელიც იყო ჟაკ პრევერის როგორ დახატო ჩიტი. არა, როგორ დახატო ნახატი, უცბად. და ეგ ლექსი მასწავლა უპირველად რა, იმ ბავშვობაში რო ხატვა და რაღაცა, ეგ ვისწავლე და მე ისევ გამახსენდა ახლა ეს დრო გავიდა. გამახსენდა და იმ ჟაკ პრევერის ლექსები ავიღე და ალბომი გავაკეთე 33-ში. და ირაკლი ჩარკვიანთან ერთად? ირაკლისთან სულ შემთხვევით აი ესე სტუდიიდან გამოსული ვიყავი ღამე, ერთ-ერთ იმას წერდით და ის CD მქონდა ჯიბეში და ირაკლის შეხვდის რაღაც საღამოზე და მეთქი ირაკლი მეწყარი აი ესე გავაკეთე, პოემაც მოუყევი და მეთქი რამე თუ მოგინდება დაადე მეთქი და წაიღო და დილოს დამირე და უკვე 8 საათზე გავაკეთე. უკვე გაკეთებული ქონდა და გამოვარცვი და მაგარი გამოვიდა, მე დავამონტაჟეთ, მე ცალკე კიდე ისტორია იყო ძალიან ისეთი. იდუმალში გახვეული 2 წლის მერე ვირჩევდი ვერსიას, რომელი ვერსია უნდა ყოფილიყო, რამოდენიმე ვერსია ქონდა ირაკლისთან და პარიზში ვიყავი ჩემ ბინაში ზემოთ, ღამის 2 საათზე უცბად ავიჩემე, რომ ეხლა უნდა მოვისმინო, გადავწყვიტო რომელია მეთქი და მოусმინე რაღაცა ვერსიას და ერთი ცალი გადავწყვიტე და ბედნიერი დავიძინე და ზუსტად 2 საათში დამირიგეს ირაკლი გარდაიცვალა. ვახ, ისე რომ აი ესეთი გასროლასავით მოხდა ჩემთვის რა, ამის გადაწყვეტა და ირაკლის წასვლა. და ბოლოს მინდა რომ უკვე გკითხო სამომავლო გეგმებზე და გამოფენაზე, რომელსაც აპირებ. ამ გეგმას დიდი ხანია ვაპირებ. დაწყებული ბავშვობიდან გამოდის ესე, იმიტომ რომ პირველი ფიროსმანის ნახატი 8 წლის დამეხატია. ხო, ეგ მინდა ვთქვა, რომ საიდანაც დავიწყეთ. ხო. ვიდეო, ეხლა იმას უბრუნდებით. ხო, ისე იმას უბრუნდებით და ფიროსმანი ყოველთვის დამყვებოდა თან ეს პირველი ფილმი, რომელიც გამოვიდა გიორგი შენგელაიასი 79 წელია მეგონა, არ მახსოვს ზუსტად წლები, რომ ნახე მე ხო უკვე ბავშვობიდან ხატვარი მინდოდა ყოფილიყავი. ცოტა გლუსნის დატოვა რა, შტაბეჭდილება, რომ ესეთი უბედური რაღაცა და იქ მუსიკაც თან ისეთი ძალიან კაია, რომ ავტოვარაზი დაგვრჩა პირზე და ექსკლუზივია. მაგრამ ჩემთვის ფიროსმანი მე რომ გავიზარდე და ხატვა დავიწყე და რაღაცა მივხვდი რომ სხვა რაღაცა არ არის ეს უბედური რაღაცა. რა ყველას თავისი ცხოვრების ისტორია, მაგრამ აი ამ გზაში უცბად რაღაცნაირად სულ მქონდა ურთიერთობა ფიროსმანთან და ის რაღაცებს მიყვებოდა და რაღაცა დოკუმენტებითაც რაღაცები აღმოაჩინე და ბევრი რაღაცა ჩემი სუბიექტური აზრით დავალაგე რაღაცა ფიროსმანის ისტორია, რომელიც მინდა ფილმზე გადავიტანო და გადავიღო და წელს დავიწყებთ მაგ ფილმზე მუშაობას, რომელიც წარდგენილი იქნება სექტემბერში, გამოფენას ვაკეთებ ფიროსმანი და მე და შევგრიბავ ნახატებს, ფიროსმანის ორიგინალი იქნება, ეს ფილმი იქნება, რაღაც სხვადასხვა ისინი იქნება, ხა არ მოყვები, მაგრამ ფიროსმანის ისტორიასთან არის დაკავშირებული სხვა ვერსია, ფიროსმანის სხვა ვერსია, რომელიც ეხლა არ მოყვები, მაგრამ საერთოდ როცა ვყვები ხოლმე ახალგაზრდებთან, ყველას უჩნდება აზრი, რომ ვა, ესეთი თუ იყო, რატო არ ვიცით და რა მაგარია. ხო და აი ეს რა მაგარი არის საინტერესო ფიროსმანში, რომ მართლა რატოა მაგარი. ესმის და აი ეს მაგარი მინდა მოყვე და არა ის, რომ იმ დროს პირველ მსოფლიო ომში რაღაცა აღარ იყო დუქნები, ისინი გაღატაკდა რაღაცა და საერთოდ ესპანური გრიპით გარდაიცვალა და საფლავი არ წარიო. აი ეს არის პატარა მონახაზი, რაც არის, რომელზეც მუშაობ უკვე ბევრი წელია და ეხლა უკვე წელს გადავედი ფილის
გადაღებაზე, მუშაობაზე ყოველ შემთხვევაში, სცენარის ათალი. ძალიან მაგარია და წარმატებები. მადლობთ. წარმატებები ნამდვილად გჭირდება. Ciao.